მალე გვექნება გრანდიოზული გახსნა, როგორც შეგვეძლება. ახლა როგორც ჩვენ შევპირდით ჩაქვის ახალგაზრდებს, მინდა რომ ახალგაზრდები დასაქმდეს და ჩვენ არავის არ ჩამოვიყვანთ, ყველანი იქნებიან ჩაქველები, ერთის ორი ადამიანი დღეს ავიყვანეთ და ორივე არის ჩაქველები, აი აქ არის ძალიან დიდი ტერიტორია და აქ იქნება როგორც იქ არის შენობა, ცალკე ერთი შენობა იქნება კიდევ ავტომობილებისთვის, ცალკე ბრენდისთვის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას იქით არის სახელმწიფოს ტერიტორია და ჩვენ ამ სკვერს გავაკეთებთ ბავშვებისთვის, როგორც დავაანონსეთ უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება ავყურეთ, რაც შეეხება აი ეს არის წინა ტერიტორია, სადაც ალბათ ცენტრის გახსნის შემდეგ გაკეთდება რეალური პროექტი, სახელმწიფოს წარუდგენდა იქნება აჭარის ისტორიაში ყველაზე მაგარი ავტობაზრობა და ეს აუცილებელია ქალაქ გარეთ. მე მინდა უთხრა მოსახლეობას რომ თუ ვინმე არის დღეს ტრანსპორტნიკი, მე ვარ ტრანსპორტნიკი. მე ვიცი როგორ უნდა განვიტირთოს ქალაქი. აბა რატო ვარ თურქეთის საპატიო მოქალაქე? ან დუბაის. ხო? იქ ლექსებს კი არ ვკითხულობ. მსგავს საკითხებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მე შემიძლია რომ აქ ბაზრობის შემდეგ ეს ავტომობილები სადღაც რო აყენია, ყველა წამოვა და დადგება ავტობაზრობაზე გასაყიდად. ეს არის აქ არიან წვილი ბიზნესმენები, რომლებსაც მოყავთ 2, 5, 10, 20 ავტომობილები, აქ გაყიდიან და აქ ნომრებსაც მისცემენ. სრული მომსახურებას შევთავაზებთ? ნომრებსაც მისცემენ, გარანტიას მისცემენ და ესე შემდეგ. კაფე იქნება, აქ ბავშვებისთვის სავარჯიშო იქნება. შეხედეთ, რამოდენა ტერიტორია არის. 70, 80, 100 ავტომობილი მარტო აი აქ გარეთ დადგება და 1, 3, 4, 5 დღეში ალბათ დავიწყებთ წამოყვანას. 10 დღეში კიდევ გავხსნით. კიდევ ერჯერ თელ აჭარის პატრულს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, დღესაც მოგვაკითხეს, რამე პრობლემა ხო არ არის, ეს ჩვენთვის არის სტიმული, ხო? აქაური აჭარის მთავრობამაც ბევრჯერ მოგვაკითხა და რა ვიცი, აი ზუსტად ესე უნდა იყოს მიდგომა, ხო? ხო, არაფერში არ დავხმარებია ჩვენ, მაგრამ ის მოკითხვა, როგორ ხართ, რამე პრობლემა ხო არ არის, ჩვენთვის არის ძალიან მაგარი სტიმული. თელ აჭარის მოსახლეობას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, არასდროს პრობლემა არ მქონია და ღმერთმა თნას რომ რამე პრობლემა მქონდეს. ხარ კმაყოფილი?